ადამიანის პიროვნულობა და მისი მომავალი პიროვნული და საზოგადოებრივი როლი თითქმის გაუმიჯნავია ერთმანეთისგან რა. ეხლა მე ჩემს თავს რო ვუყურებ სიმართლე გითხრათ, თავიდანვე ისეთ სივრცეში ვიყავი, თქვა საგანმანათლებლო განათლებულ სისტემას, სკოლას და ოჯახიც ყველგან ესეთი მკითხველი ადამიანები იყვნენ, თქვა დედაჩემს ძალიან უყვარდა კითხვა სოფელში, ეხლა აქ სადაც ვართ, იყო ძალიან დიდი ბიბლიოთეკა, მე ამას ჩემი წიგნები დაემატა პირადი უკვე და სულ რაღაც ეს მოთხოვნილება მქონდა, იცით, მოთხოვნილება მქონდა, რომ მქონოდა ჩემი ალტერნატიული სამყარო. შემოქმედება პირველ რიგში, ადამიანისთვის ისეთ რა არის? შექმნა შენი მეტაფორა მარტო ის არ არის, რომ ჩვენ რაღაცა მოგწონს ლამაზი სიტყვები. მეტაფორა არის შენი ალტერნატიული სამყაროს გამოგონება. მაგალითად, მარტივი მაგალითი. ჩვენ ხედავთ ხეს, რომელიც ძალიან ლამაზია, ძალიან ყვავილობს, აპრილია, ყვავილებია, პეპლები ესენი და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ, გვინდება მე შემიძლია წავიდეთ ხო, კრებულში წერია, შეგვიძლია შევქმნათ კომპოზიცია, შეგვიძლია შევქმნათ ხეზე ლექსი, შეგვიძლია დავხატოთ ეს ხე, გესმით? ადამიანი ისეთ უკმარი არსება, მას არ ყოფნის მარტო მოცემული რეალობა. ეს ყოველ ადამიანს შეუძლია რაღაცა პიროვნული ნერვია, რაღაცა ზარღვია, რომელიც კარნახობს, რომ იცი რა ეხლა. ეს საკმარისი არ არის, მოდი გააკეთე. და მე სულ მქონდა ეს მოთხოვნილება. და ყოველთვის ვეცებდი საათი, იცით, საგნებში, მატერიალაი ყვავილები, თქვათ რაღაცა ბურთი თავიდან იყო რაღაცა მქონდა ეს. მაგრამ ვერსად ვერ დავიჭირე მე და მე რომ დავრჩი საკუთარ თავთან რომ რაღაცა ტექსტი წამოვიდა, თქვათ ეხლა მე არ ვიცი ეს ის ასაკში იყო 14 წლის ასაკში, მაგრამ სკოლაში წერდით რაღაცა ჩანახატებს, მაგრამ თავიდან ალბათ უფრო სტუდენტურ პერიოდში იყო, რომ ჩემ პიროვნებაში დაიბადა ჩემში შემოქმედი, პიროვნება და შემოქმედი გადაიკვეთნენ და მე სამუდამოდ ასე იქნება, იმიტომ რომ მე ვერ წარმომიდგენია ერთი რეჟისორია, რომელიც ამბობს თუ არ ქმნის ცოცხალი არ ვარ. ჩემთვის არის ფორმულა რა. როგორც დეკარტეს ჰქონდა ვაზრუნებ მაშასა და მე ვარსებობ, ქმნი მაშასა და მე ვარსებობ, წერ მაშასა და მე ვარსებობ, კითხულობ მაშასა და მე ვარსებობ. ჩემთვის ესეთი ამბავია და რაც შეეხება მისიას, თითქოს რომ ახლა ჩვენთან სახლში მე შევალთ ინტერვიუსაც გადავიღებთ, ჭერში კიდია ბევრი რამე, პალტოები, კოსტიუმები, მათ შორის წიგნები და კიდია ეგრეთ წოდებული კასეტა და ეს კასეტა მაშინ კომუნისტების პერიოდში, როდესაც ბიძაშემის და მამაშემის ქორწილი იყო, მე გადმოვიტანე, რომ არ დამეკარგოს და იცით რატო, რომ ფიქრობდი ახლა რაღაცა მინდა, რაღაცა სიუჟეტი მინდა ჩემი წიგნისთვის რა და კარგა და თან მინდა რომ ბიძაშემს მიუძღვნა და ესეთი კადრია რომ პატარა ალექსანდრია უცებ, გესმის? და ერთი წამი და გავაჩერე და ვფიქრობ. მე ვუყურებ ახლა პატარა ალექსანდრეს 29 წლის მერე, თქვათ მაშინ ერთი წამი, რომელიღაც 1994 წელს არსებულ საკუთარ თავს, პატარა ვარიანტს ოღონდ. და ეს პატარა ბავშვის მიყურებ და მე და ჩემთვის ეს იყო სიუჟეტის დაბადება, გესმის? მაშინ კიდე გავაცნობიერე, რომ რაღაცა თქვათ პირველი წიგნის გამოცემის შემდეგ ეს იყო კიდე რაღაცა ახალი ხაზი. ის ახალი სიცოცხლე, რომელზეც შემიძლია მე მომავალში წერო და ამაზე წერ კიდეც და როცა ის აღმოვაჩინე, ეს იყო საოცრება ჩემთვის. და როგორ აიცით? ბიძაში მიხარი გარდაცვლილი და ეკრანზე რომ ვუყურებ და ხელში ვუჭერი ვარ და თან დედა მაგონებს მე ვიხსენებთ, რომ ერთ დროს პატარა ალექსანდრე ეჭირა დიდ ბიძიას ხელში, რომელიც ახლა ცოტა ჩემ ხელა იქნებოდა და ეუბნება, რომ შენ უნდა იყო შენი დედიკოს მფარველი, შენი მამიკოს მფარველი და შენი ბიძიას მფარველი და საოცარია, გესმით, იმიტომ რომ ეს თქვათ ჩემი მომავალი ამ შემოქმედებითი მეორე საფეხური, თქვათ ამ შემთხვევაში მეორე წიგნის თავარი სიუჟეტი ესაა, დროში მოგზაურობა, გესმით? სადაც სიუჟეტები, დრო, სიუჟეტ ქრონოლოგია ლოგიკურ თანმიმდევრობას ვერ დაემთხოვა, იმიტომ რომ მე ზოგჯერ აქედან ვუყურებ იქ პატარა ალექსანდრეს, ზოგჯერ პატარა ალექსანდრე მიყურებს მე. ეს იყო ჩემთვის რაღაცა ძალიან დიდი, ალბათ უშუალოდ ტექსტი უფრო ილაპარაკებს, ვიდრე თქვათ მე ახლა ამას ისე გადმოვცემ, მაგრამ ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. ასევე ძალიან საინტერესო იყო სიყვარული, რომელიც მე რამდენჯერ მე მწვევია ცხოვრებაში და ეს მაძლევდა ერთგვარ შთაგონებით ძალას, რომ მეწერა, მაგრამ არ ვიცი აბა. ბევრი რამეა, იცით, ზოგჯერ არის ერთი სტატია მაგალითად. და სადაც საუბარია კოსმოლოგიაზე, კითხულობ და 4 გვერდია წარმოიდგინეთ რა. ეხლა და რას უნდა ნიშნავდეს ჩემი აზრით პოეტის მახვილი თვალი და უცებ კითხულობ. ესეთი იდეა აქვს მეცნიერებს, რომ ოდესღაც შეიძლება ვარსკვლავების დაღუპვის
ფონზე იმ ანასხლეტების, იმ ნაცრის, მოკლედ იმ ტვერის მიერ შეიქმნა ადამიანური სხეული. ეს საოცარია და მე ერთი პერსონაჟია ჩემს მომავალ წიგნში და ის ამბობს რომ იცი ვარსკვლავი მოკვდა მე დავიბადე. აი ესეთია. ვარსკვლავი მოკვდა ადამიანი იბადება. შეიძლება ნიჩემ თქვა რომ ღმერთი მოკვდა მე დავიბადე. იდეა ესეთია, მაგრამ აი ესეც საინტერესოა რომ შეიძლება ადამიანური მატერია და ადამიანური სხეული იყოს აგებული თქვა ვარსკვლავების ანასხლეტებით და ვარსკვლავების დაღუპული სიყვარულით და ხლა ის მეცნიერებაში ცნობილია რომ ცეცხლი მიწა წყალი და ჰაერი ამ რაღაცებისგან შედგება ადამიანი, მაგრამ აი ვარსკვლავების დაღუპვარო ადამიანის დაბადებას მოასწავებს ეს საინტერესო. ესეც იმპულსია, ესეც რაღაცას გიხსნის ადამიანს და შეიძლება ერთი ფრაზა იყოს, მაგრამ შენში დაბადოს მთელი ცხოვრება ამ თემაზე წერდა და ვერ ამოწურო. იცით, ანუ ადამიანები წერენ სოფლიო ტრაგედიებზე, წერენ რაღაცა ბოჰემაზე, ზოგიერთი ვარსკვლავებზე შეიძლება ბევრ რამეზე წერდა და ნელ-ნელა აღმოაჩენ ამას. ამას ისეთ ყოფით რამებში აღმოაჩენ ხოლმე, აი რაღაცა არ ვიცი, ბალახებში, ბალახის ფოთლებში და ბევრ რამეში. ქრისტეს შობიდან არის 2023 წელი, ხო? იქამდე კიდე რამდენი 1000 თუ რამდენი მილიარდი და მილიონი წელი არსებობდა დედამიწა ჩვენს არ ვიცით. მაგრამ როგორც კი პოეზია იბადება, აქ არის ორმხრივი კავშირი, გესმით? ანუ ერთის მხრივ არის პიროვნება, ანუ ინდივიდი და მეორე მხრივ არის საზოგადოება. ეხლა როგორც შეიძლება კოკა-კოლის დისტრიბუცია მიაწოდოს, თქვა დისტრიბუცია ხდება, აი ზუსტად ისეთი უბრალოდ ახლა რა თქმა უნდა აღმატებული ხარისხია ჩემთვის ლიტერატურა, მაგრამ ნახეთ აი თქვა ჰომეროსი თავის ეპოქაში ჩვენ ვიცით რომ ძირითადად მაშინ ადამიანებს მეხსიერებად საოცარი ჰქონდათ და ეს იყო ეპერსიტყვიერებით გადაცემა, სანამ თქვა ჩაწერდნენ ამას. თქვა ადრე მერე უკვე თქვა როდესაც უკვე წიგნები ან თქვა პაპირუსები ან ასე შემდეგ, მოკლედ როდესაც უკვე ლიტერატურას კითხულობენ და ეცნობიან ადამიანები, თანამედროვე ტექნოლოგიას ემთხვევა ყოველთვის. ანუ ყოველთვის თქვა არასოდეს არ არის ისე რომ ტექნოლოგია იმდენად წინ უძღებდეს თქვა ლიტერატურას ან ხელოვნებას, საშიშროება გახდეს. მაგრამ აი ახლა ნახეთ რა ისე თქვა მინდა დღევანდელ ეპოქაში აი ცოტა საშიში ეპოქა ამ კუთხით. მე არანაირად არ ვარ ტექნიკის წინააღმდეგი, ჩვენ ტექნიკის თქვა მეშვეობით წერთ ინტერვიუს, მაგრამ ნახეთ როგორი რამეა. აი დღეს არის მიდის საუბარი. გამოდის ვიღაც ჟურნალისტი და ამბობს, იცით რა და ეს სტუდენტებს ააშენებს. ხელოვნური ინტელექტი დაგიწერთ თემას. საშიშია ეს იმიტომ რომ აი ჩვენ ეხლა ვილაპარაკეთ, ანუ ეს მეობა რაღაცა შემოქმედებითობა, თავისუფლება, გააზრება, რომ იცი რა ვინ ვარ მე, რა არის ყოფიერება. შემიძლია შევქმნა ალტერნატიული ბალახი, შემიძლია. მაგრამ ხელოვნური ინტელექტი და ზოგადად აი ესეთი კოდური სისტემები, ესეთი რამე თუნდაც Google, რომ მე მან რაღაცას ჩავწერ და თუ თქვა ის ინფორმაცია იქ არა ვინმე ჩიპში არ შეიტანა, ის თავისით მე ვერ მიპასუხებს, გესმით? იცით რა მე ვთქვათ ვაკითხებ მას, აი ვუკითხავ ჩამავალ მზეს, ჩამავალს გალაქტიონს, ან თქვათ ათოვს ხიდებს, ათოვს მადათოვს და ერთი წამით ხელოვნურმა ინტელექტმა რომ ითხრას. ეს რა საოცარი, რა მხელა მელოდია ალექსანდრია. ასეთი რამე არ არსებობს, გესმით? ანუ დიალოგში ვერ შეხვალ. მე ძალიან ბევრი მოწყენილი ადამიანი ვიცი, რომელიც ტელევიზორებთან ზის, გენაცვალე. მაგრამ მას არ აქვს ადამიანებთან ურთიერთობა და მოწყენილი იქნები, აბა რა, იმიტომ რომ ეს არის ცოცხალი ურთიერთობა. და აი დღეს მაგალითად სადღაც ამერიკის რომელიღაც შტატის რომელიღაც კორპუსის 120 სართულზე რო ცხოვრობს სიტყვაზე ადამიანი. ის მოკლებულია ამას, გესმით? ეხლა მე რა ხარ თქვა სოფლის ეზოში ვზივარ, ის იმას კი არ ნიშნავს რომ ვინმეს რამეთი აღვემატები, მაგრამ ადამიანი უნების პროდუქტია, ისევე როგორც ძაღლი, ქათამი, ჩიტი, გესმით? ხე, ეს ჩვენ ყველაფერი ამისგან შევდგები. ჩვენ ვართ მაკროკოსმოსი და ესენი არიან პატარა მიკროკოსმოსები. ამის გარეშე ადამიანური ცხოვრება შეუძლებელი. და ეს თანამედროვე ეპოქა კიდევ ერთხელ აყენებს დილემას, რომ შენ რო პოეტი ხარ, ან რომ შენ შემოქმედი ხარ, მოდი რაღაცა ისეთი მითხარი მე ეხლა, რომ ორიენტაცია სწორად მოვახდინო, რომ ზედმეტად არ გადავარდე ტექნიკაში, მეტავერსში. ხო დღეს ახლა ვიცით, რომ აი მეტავერსში იყიდიან წიგნებს, მეტავერსში გაერთობიან, მეტავერსში სახლებს ყიდულობენ, იცით, აი სტუდენტობის გვერდით რა ღირს მიწა. მაგრამ ეს მიწა კი არა, ეს არის ონლაინ მიწა. მაგრამ ეს არის თემა, რომელზეც დღეს უნდა წერდეს ისეთ პოეტი. აი ახლა ერთ თემას გეტყვით. ეხლა ჩვენ ესე იგი მოკლედ ბებოს, ჩემი გარდაცვლილი ბებო, რომელისგანაც საათი დარჩა, მამა ჩემის მამი და ამაზე მე ცალკე მოგიყვებით, ესეთ შემოქმედებითი ისაა, ისეთ იმპულსი ჩემთვის. და მან დატოვა ბინა. მაგრამ ბინა კი არ დატოვა, ესე იგი ჩადებული ქონდა ფული, რომ აეშენებინათ მისთვის ბინა. ახლა ის გარდაიცვალა, სახელმწიფომ წაართვა ბინა, მაგრამ დარჩა საბუთები, გესმით? და ეს საბუთები რო დარჩა, უყურეთ ახლა საით მივდივარ. საბუთები რო დარჩა, ჩვენ ახლა შევიტანეთ განსხვავება, მოკლედ შეიძლება დაგვიბრუნოთ, მაგრამ როგორ არის, იცით, რაღაცა უნდა გადავიფორმოთ, მაგრამ რა? ამბობს ეს ქალი და ადვოკატს ვეუბნები. იცით რა? არარსებული ბინა, არარსებული ოთახები, არარსებული სახლი. ჰაერში.
და გვერდით ხალი ამბობს არარსებული მეზობლები. მაგრამ ახლა ეს შეიძლება იუმორის თემა, მაგრამ საინტერესოა ისიც ჩემთვის, იმიტომ რომ აი პლატონი ამბობს ერთგან და არისტოტელეც იმეორებს ხშირად ამას, მაგრამ არარსებულის ხომ არსებობს გარკვეულწილად. მერე ლაიბნიცი ერთი ფილოსოფოსი, რომელიც შესაძლო სამყაროებზე წერს. ანუ შესაძლოა ღმერთს რაღაცა თქვათ, იგივე დღეს ჩვენ შეგვიძლია თქვათ უცხოპლანეტელების ტერმინოლოგია გამოვიყენოთ, რომ სადღაცა პარალელური რეალობები, გესმით? ესეც საინტერესოა და აი თანამედროვე აი მეტავერსი, თქვათ, იგივე Facebook-ი და ასე შემდეგ ეს ტექნოლოგიური მიღწევები ჩვენ გვაძლევს ამის საშუალებას, რომ ერთგვარ მაგიურ რეალიზმში ვიმოგზავროთ და თქვათ რა გავაკეთოთ, იცით, აი არ გადავეშვათ აი ონტოლოგიურად ტანი, ცხეული და და მოდი ლიტერატურაში გავაკეთოთ. ეს ხო აი როგორც მარკესის დროს ხო არ იყო ეხლა ამ ტექნოლოგიური მიღწევები, მაგრამ ადამიანმა საოცარი რაღაცეები შექმნა და დღესაც შეგვიძლია პოსტმოდერნში შემოვიტანოთ და დავაბრუნოთ მაგიური რეალიზმი, რომელიც თქვათ 100 წლის წინ იყო უფრო პოპულარული და იგივე თქვათ როდარჭილაძესაც მარტის მამალში ძალიან კარგად აქვს ეგ დამუშავებული, გესმით? აი მე ამ ხრივ უყურებ ყოველთვის თანამედროვე ტექნოლოგიას და მინდა რომ მისგან გამოვწურო, აი გამოვადნო, როგორც ვენახ დაწურავ ხოლმე სოფელში და ღვინოს აყენებ, რომ რაღაცა სიუჟეტი, რაღაცა ქარგი. აი ხლა ისიც ისეთია, რომ აი სადღაც არარსებული სართული, არარსებული სარკეები და არარსებული სარკეში ჩახედვა. ჩემთვის ეს თემაა. მე მაინც გონია, რომ ფორმის და შინაარსის მიმართება ეგ ფილოსოფიური კურსი მოხდება. ანუ ფორმა არსებობს შინაარსი, მაგრამ ამ ფორმას კიდე შეიძლება ფერი კონდეს და ხმა კონდეს. ანუ ჩემთვის რაღაცა ცოტა მრავალფეროვანია. აი მაგალითად, როგორ გითხრათ, ჩემს უკან რომ პლატონია ფუგნერთან ერთად გალაქტიონი. ეხლა რატომ ამსგავსეთ იმითაც ვიტყვით, შეიძლება ვთქვათ ის ერთელი არ იყოს რაღაცეების. ანუ მასთან ვთქვათ ქართულ პოეზიაში ეს არის ყველაზე მძაფრად გამოხატული. ფერი, ფორმა, ხმა. ანუ რა თქმა უნდა შინაარსის, ანუ ყველაფერი შეუძლია. ენის რეგისტრთან მიმართებით, ქართული ენის რეგისტრთან მიმართებით ყველაზე მე ვფიქრობ ყველაზე მაღლაათია ტონი. ნუ რუსთაველზე აღლაპარაკობთ ეხლა. რაღაცა მე ასემა გამორჩეული ყოველ შემთხვევაში, რომ აი არიან მუსიკოსი ავტორები, რომელთა გვერდით დადგომა ძალიან რთულია, თქვათ ეს რუსთაველი, ეს არის გალაქტიონი, ეს არის ბარათაშვილი, ეს არის გურამიშვილი, რომელსაც ბევრი საზომი აქვს შემოღებული ქართული ლიტერატურაში. დაინახეთ ეხლა იმავე პერიოდში ცისფერყანწელებიც არიან, როგორ გითხრათ, ჩემი თვალთახედვით ერთხაზოვნად წერდნენ. ნუ მათგან ყველაზე გამორჩეული ჩემთვის შალვა კარმელია, ყველაზე დახვეწილი რითმიანების, თქვათ. მე პირადად ეხლა პაულოს ძალიან მომწონს და ტიციანის და ყველა, მაგრამ გალაქტიონი საერთო სხვა სივრცე, ანუ არასოდეს არ აგერევა, ეხლა მე როგორც ვკითხულს არასოდეს არ ამერევა გალაქტიონის ლექსის სხვა ავტორთან მიმართებით იმ ეპოქაში და მით უმეტეს სხვა ეპოქებში. არის კიდე იმ ეპოქაში ერთი პოეტი ტერენტი გრანის, რომელიც არცეც არ გავს. შეიძლება რამდენიმე ლექსი არის, საერთო თქვა ნოტაზე დაწერილი, მაგრამ ტერენტი გრანის უკვე თავისი ხმა. და აი საკუთარი ხმის შემოტანა და დამკვიდრება არის მუსიკის თვალსაზრისით ძალიან რთული. ნიკო სამადაშვილს აქვს ძალიან განსხვავებული ხმა ქართულ პოეზიაში. და ნუ მერე მოდიან ახლა ცოტა ქვედა 10 წლეულებში ისეთი ავტორები, როგორიც არის მაგალითად როდარჭილაძე და როგორიც არის მაგალითად ანა კალანდაძე, ანუ ამ ადამიანებმაც რაღაცა იპოვეს თავიანთი ხმა, სათქმელი, თავიანთი მუსიკალობა. მოკლედ ძალიან მრავალფეროვანი არის ჩვენი ქართული პოეზიის ეს სპექტრი და ეხლა ასეთი ტიტანების გვერდით გომა ჯერ ამხელა სითამამია, რომ საერთოდ საკუთარ თავს თვლი პოეტად და ეს ასეც არის თავისუფლად თვლი და არასოდეს არ მირიდება ამისი და ყველაზე მთავარი აქ ჩემი აზრით არის აი ინდივიდუალობის პრობლემა. არასოდეს არ უნდა ჩაკარგო შენი ინდივიდუალობა. ეხლა ძალიან ისეთი ცნობილი მაგალითად ჩვენ ეხლა საუბრობთ ეგრე პლატონის და არისტოტელეს წიგნები მიყურებს ეხლა და საერთოდაც პლატონი, სოკრატე, არისტოტელე ერთმანეთის მოწაფეები იყვნენ. მერე იმისი მოწაფე არისტოტელე, ალექსანდრე მაკედონელი იყო, გესმით, ანუ გენიოსი შეიძლება გენიოსის მოწაფე იყოს, რომ ისე რომ საკუთარი გენიალობა არ ჩაკარგოს მასწავლებლის გენიალობაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დარჩე შენი კერპის, ან შენი ღმერთის, ან შენი დემონის, თუნდაც ჩეროში, გესმით? ადამიანები არიან, რომლებიც რჩებიან. სხვათა შორის ქართული ლიტერატურაშიც არის ესეთი. შეიძლება ერთმა ავტორმა მეორე ავტორს ისეთი წიგნი დაწეროს, რომ საკუთარი ავტორობა დაიჭრილოს, გესმით? ეხლა ყველა მიცის ეხვის ეს ლაპარაკი. ხო, ესეთი რამები არის. პირადად ჩემთან ეხლა ეს ზოგადი შესავალი იყო უფრო და ჩემთან მიმართებით ეხლა მე მქონდა პერიოდი, როდესაც აი აბსოლუტურად სულ ყოველთვის ვცდილობდი, რომ ესეთი ტრადიციული ლექსი მეწერა, მე რაღაცა იყო თავისუფალი ლექსების პერიოდი
ეხლა რაღაცა ვცდილობ ყოველ შემთხვევაში რომ ფერი და მუსიკა არ გამექცეს, ანუ არ დავკარგო, არ გამომჭამოს სამყარო ისე რომ დავკარგო ლირიკის აღქმა და რაღაცა თუ ლირიკის აღქმას კარგავს ადამიანი და მისი ასე ვთქვათ, ნახეთ, მისი ნაწარმოები მხოლოდ ტექსტია, ის უკვე პოეზია აღარ, აი ლიტერატურულ ცნობიერებაში მაგალითად თუ კი ნაწარმოებზე ამბობ რომ ეს არის ტექსტი, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, ეხლა მაგალითად რაღაც პუბლიცისტურ წერილში რო თქვა რომ იცით რა და აი ეს ტექსტი თქვათ რაღაცა თავის გალა არტისტული ყვავილებით. არაა ტექსტი, ეს არის ნაწარმოები, ეს არის შემოქმედება, სხვა რაღაცა. ერჯერ ორჯერ შეიძლება თქვა, მაგრამ ზოგადად ტექსტი სხვა რამეა. ტექსტი არის ბანერიც რაღაცა რა ვიცი. და მე არ მინდა ამ საჭიროებად გას. ეხლა ხანდახან მე ვაკვირდები, თქვა ინტერნეტში არის ესეთი რაღაცა, რომ არაფერს არ გაძლევს. ანუ რაღაცა უნდა დაგანახო, სხვა კუთხე, სხვა პრიზმით შეიძლება შეგახელოს. აი ჩვენ ვუყურებთ მაგალითად ყვავილს, საგნებს ვუყურებთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საგნის, ანუ მე რომ ვუყურებ ამ საგნს და ფოკუსი რომ აქვს საგნზე, იმის იქითაც უნდა დავინახო. თუ იმის იქით ხედავ, ესე იგი რაღაცას ვქნი. აი მაშინ ვარ ავტორი. მაგრამ თუ მხოლოდ იმას ხედავ, აი მაშინ არ ვარ შემოქმედი. ეს უკვე არის რაღაცა ხელობა. შეიძლება კარგი, მაგრამ ხელოვნება შემოქმედება სხვა რაღაცა. აი ხა წარმოვიდგენია ვიღაცამ შემოუტანა ვან გოგს ოთახში მზეს უმცირებს. შეიძლება მან შემოიტანა, გესმით? მაგრამ ვან გოგმა გაიხედა იმის იქეთ და რაღაცა სხვა დაინახა. ალტერნატიული რეალობა შექმნა. ანუ ეს არის ის ინდივიდუალიზმი, რომელსაც მას ვერავინ ვერ წაართმევს. რამდენი რეპროდუქცია და ნახეთ, თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგია ისე აკეთებს, რომ ცოტა ქრება ეს ინდივიდუალიზმი. აი მაგალითად არსებობს ეს ჰიპერრეალიზმი, აი მაგალითად მიმდინარეობა, რომელიც მას ძალიან არ მომწონს. და რატო? აბსოლუტურად, აი ძალიან დიდი მცდელობაა, რომ მიემსგავსოს ორიგინალს. ანუ დედანია, დედანს მაძლევს. ფაქტობრივად ეს არის დედანი. მაგრამ მე გეუბნები, რომ შემოქმედება ალტერნატიული რეალობის შექმნა. შენ კიდე დედანს ვთავაზობ, მაგრამ მე არ მინდა დედანი. ანუ ჩემთვის მოსაწყენია, გესმით? ჩემთვის პირამიდები მოსაწყენია, მაგრამ პავლო იაშვილის იქსადაც თუ მაგ პირამიდები რომ ელაპარაკება მე ამ რაღაცაზე. ჩემთვის უკვე პირამიდები გახდა თვით მრავალფეროვნება. ანუ ნახეთ, ლექს საგნის ონტოლოგიაში შეაქვს ცვლილება, აი ამისი თქმა მინდა რა. შემოქმედ შეუძლია საგანთან მიმართებით ადამიანის დაკვირვებაში შეიტანოს ცვლილება და უკვე სხვა თვალით შემახინოს, გესმით? აი მაგალითად, აი ეს რაღაცა, აი საგალობლები ღვთისადმი, აი არ ვიცი, ეკლესიასთვის თუნდაც რაღაცას რო კითხულობ, პოეტურ ნაწარმოებებს იგივე ძალიან დიდ თქვა ქრისტიან ასკეტებს აქვს ნაწარმოებები, რა ვიცი, სილვან ათონელს და ასე შემდეგ. ფაქტობრივად საგალობელია იცით, აი მაგალითად თავით მებსავნება ყოველი სული აკეთებს უფალსა და მე უკვე ამ მოსაწყენი სიტყვა იყოს, შეიძლება ღმერთის მოსაწყენი სიტყვა გახდეს, შეიძლება ეკლესიაც, მაგრამ აი ეს ნაწარმოებები და შემოქმედება და ხელოვნება და თუნდაც ლამაზი ხატწერა და თუნდაც ლეონარდო და ვინჩის საიდუმლო სერობას ამრავალფეროვნებს და ჩემი ანუ ნახეთ ის უკვე ისტორიაში ჩაკეტილი რეალობა აღარაა, გინდონ მარად განახლებადი. და ამას აკეთებენ ის ადამიანები, რომელთაც მზაფრად აქვს ეს ინდივიდუალობის განცდა. და აი მე მაგ რაღაცა შინაგანი მოთხოვნილება და ამბიცია, რომ თქვა აი ამ გზაზე ვარ, რა შემდგარი ხოლმე არ მეტყვინო რაღაცა, მაგრამ აი ეს მიმართულებაა რა ჩემთვის აღნიშნულება და დამთავრდა. ხო და რომელი თქვა რამდენ მარცვლიანი საზომი ერთეულით იქნება ეს გამოთქმული, თავისუფალი ლექსით იქნება, კონვენციური ლექსით იქნება, პროზით იქნება, ჩანახატით იქნება, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ყველა და საერთოდ აი ახლა იმას რო შეეკითხო ვიღაცა ხო არა თავრობის წარმომადგენლები და ისინი ფიქრობენ რომ აი თქვა რაღაცა გარე განათებები, ისინი ზრუნავენ გზებზე, ქალაქებზე, მშენებლობაზე, ჩვენი წინა ეპოქები თქვა კომუნიზმი, სოციალიზმი, გესმით, ანუ ეს ძალიან უინტერესო ამბავია ჩემთვის და საბოლოო ჯამში აი ეს არც ერთი არაფერი არსად არ შემორჩება და საერთოდ არაფრის მთქმელი არა და არც არაფერს არ წარმოადგენს. თუ კი სადმე რამე სხვა რეალობა არსებობს, საღვთო, ანგელოზებრივი, სასופევრისეული, ჭიროხეთისეული, ყველგან ყოველთვის მე ვფიქრობ, რომ ყოველთვის დომინანტი უნდა იყოს პოეტური სიტყვა და საერთოდ ბერძნულ ტექსტში, ეხლა ეს ბერმაიცის და რაღაცა ახალს კი არ ვამბობ, მაგრამ საინტერესოა, რომ რწამშიც მაგალითად პიეტის ორანუკების გის შემოქმედის და ქვეყანისა თქვა ქართულ ვარიანტია და იქ არის პოეტინა სიტყვა, რომელიც თქვა ანუ ეკვივალენტია რა, მოკლედ შემოქმედსაც ნიშნავს და პოეტსაც ნიშნავს და ჩვენ რო ქართულად გამოგვეტანა შემოქმედის და ქვეყანის არც ამით დაშავდებოდა არაფერი მეთქი ამას ვამბობ და საერთოდაც სახარებასაც მე და საერთოდ მინდა წერილებსაც პოეტური ამ ბოლოს განსაკუთრებით უფრო მეტად პოეტური თვალით ვუყურებ და ეს ჩემთვის ძალიან საინტერესოა. ახლის მომცემია და გონია რომ თან როგორ აიცით აი პირველი არ ვიცი ახლა ოთარ ჭილაძის აქ ძალიან საინტერესო და ძალიან საინტერესო და რა მომეცი დაჭირა აი პირველი ბგერის დაბადებაო და რაღაცა დიალოგია და ვა მეთქი აი ვკითხულობ და ნახე აი ავტორმა დაგაფიქრა აი ესა ეს მე პოეტია და დაგაფიქრა აი მართლა როგორია და ეს
თან გერა სიტყვა, გესმის, ანუ რაღაცა ითქვა. და თან მელოდია და მუსიკა და ეს პოეზიას ორივეს აქვს, ანუ ფორმა, შინაარსი, რაზეც ვილაპარაკეთ და მე ფერსაც გაძლევს, იმიტომ რომ უკვე საერთო ჯამში ტექსტი კი არა ნაწარმოებს რო კითხულობ, უკვე იქ ფერიც აქვს, შინაარსიცაა და ფორმაცაა და ყველაფერია და ამ ყველაფრისთვის საერთოდაც იფიქრება და საერთოდ ღირდა, მე ვფიქრობ, გარისკვად. როგორც ის ამბობს, რა ქვია, ერთი ძალიან საინტერესო თეოლოგი, ემიგრირებული რუსეთიდან მინდა დღეს თქვა ეს პოლიტიკური სიტყვა, რომ ის ვერ ეგუებოდა ამ რუსულ ამბებს თეოლოგი ვლადიმერ ლოსკი და ის ამბობს, რომ ერთი ამ ყველაფრით რისკს ემოდის, რომ ამ ყველაფერს ქმნის, იმიტომ რომ ამ ყველაფერს თავისუფალი ნებელობა აქვს ადამიანს და ასე შემდეგ და შეიძლება რაღაცა გაუგებრობები მოხდეს. მაგრამ ღირდა, იმიტომ რომ ადამიანს თავისუფალი ნებელობა აქვს და დიახ, აი ვან გოგს ჰქონდა თავისუფალი ნებელობა და შეიძლება ის სასწაულები გაიგეთებინა. Parents list შეიძლება გაიგეთებინა სასწაულები, შოპენს შეეძლო, გესმით, გალაქტიუმ შეეძლო, შექსპირს შეეძლო, ჰომეროს შეეძლო და ამ ყველაფერთვის ღირდა. ისინი ყველანი პოეტები არიან ჩემი თვალსაჩინო. ანუ პოეზია ეს არ არის რაღაცა გრაფიკულ ან რაღაცა კონსტრუქციულ ჩარჩოებში ჩასმული ტექსტები, რომლებიც მე მელაპარაკებიან და რაღაცა წიგნები, რომლებიც თაროებიდან იმზირებიან. ანუ მთლიანად ეს სიცოცხლის განცდა ჩემთვის პოეზია. ანუ ასე ვთქვათ, გაფართოებული, უფრო ფართე გზაა, ვიდრე უბრალოდ უშუალოდ ტექსტიან ნაწარმოები. საერთოდ სიცოცხლის შეგრძნება და ეს ყველაფერი, რა ვიცი, რასაც ეს პიროვნულობა გააჩნია და განსხვავებულობა. ოღონდ მარტო განსხვავებულობა კი არა, არამედ რაღაცა საერთო ელემენტების ეხლა მე თქვენ გელაპარაკებით მაგალითად ოთარ ჭილაძეზე და თქვენ მოგეწონათ, თქვათ, ჩემი რა საინტერესო რამ თქვა. მე გაგიზიარეთ თქვენ იმ ადამიანის ნათქვამი, რომელმაც ეს მემაგრძნობინა თქვენს იგრძნით. გესმით, რომ ჩვენ უკვე გადავკვეთა პოეზიამ და ეს ჩემი აზრით, ვინც არა მოკლებული ამ პოეტურობას, ის ამბედნიერი ადამიანი მგონია და ამ კუთხით ამბედნიერ ადამიანად ვთვლი მე თავს, რომ შემიძლია ყველაფერზე რაღაცა ერთიორი სიტყვა უთხრა.